მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ ვარ საბადა არხი გაბჭირასთან სამი. და დღეს გონი მეგობრებო, თქვენ შემეკითხებით, საბადა სად მდებარეობს, საერთოდ სად ახარ შენ? და რატო გაქვს კრეატივი? მოკეთ მეგობრებო, მოეთ ახლა ყველაფერს ასე ვთქვათ დაალაგებით აგიხსნით. 3, 2, 1 და მეგობრებო, მოკეთ მგონი თქვენ შემეკითხებით, ეს რა უცნაური სახლი დგას აქ. მოკეთ მოით მოგიყვებით ერთ ისტორიას. შეხედეთ, მე გავიგე სოფელში, რომ ჩვენთან ახლოს, სადღაც 5 კილომეტრში, აშენეს ასეთი სახლი, ზღვის პირა სახლი, მეგობრებო, შეხედეთ, აი აქედან შეხედეთ, ეს არის მთლიანად ზღვა და შეხედეთ, ჩემი ბინა, მე მოკეთ აქ ვიყიდე ერთი ბინა, ხო, მეგობრებო, აი სულ ბოლო სართულზე, ეს არის 4 სართულიანი სახლი, რომელიც აშენეს 5 თუ 6 დღის წინ, მე ასეთი რა აშენეს ახალი სახლი და მოკლედ მეგობრებო, მე ასე ვთქვათ დავესწარი ამ მომენტს და მე ვარ ერთ-ერთი, ვინც მოასწრო და იყიდა პირველი ბინა ამ სახლში, რომელიც აი იქ არის მეგობრებო, მოკლედ განლაგებული. და მეგობრებო, ახლა გაგიმეორებთ, რომ ეს არის მეგობრებო თან ზღვის პირა სახლი. კაი მეგობრებო, მოით მოკეთ უკვე აღარ დაგტანჯავთ ჩემი საუბრით, ვინაიდან უკვე ვიდეოს 1 თუ 2 წუთი უკვე გავიდა და მე მხოლოდ საუბრობ და არც კი შევსვარ მეგობრებო ამ ლამას სახლში. მოგეთ მეგობრებო, როგორც გითხარით, ჩემი ბინა არის განლაგებული სულ ბოლო სართულზე, მე-4 სართულზე და მოგეთ თქვენ გახსოვთ როგორ მე ერთხელ გავაკეთე მგონი ჩემს სახლში თუ ჩემი მეზობის სახლში მოკეთ რემონტი. ხო, მგონი ვიღაც წინ კი რომ გადმოვიდა ჩვენს სოფელში რამოდენიმე დღით და გავაკეთე რემონტი სახლში და მეგობრებო, ეს თითქოს ასეთი ფორმატისაა და მეგობრებო, აი ბოლო სახლი და მეგობრებო, აი აქ მეგობრებო შეხედეთ, საბას სახლი, ხო მეგობრებო, აი ზუსტად ეს სახლი და ის შეხედეთ რა ლამაზი ხედი იქნება ჩემი სახლიდან. მოით მეგობრებო, შევიდეთ და მეგობრებო, რომ დაიჯეროთ, რომ არავინ არ ცხოვრობს საერთოდ ამ სახლში ჩემს გარდა. აი შეხედეთ, აი საერთოდ არავინ არ არის, აი აქ უბრალოდ ცარიელი ბინა. ჩემიც მეგობრებო, ჩემი ბინაც არის ცარიელი, შეხედეთ, აი დარბაზს გავს უფრო, შეხედეთ რა დარბაზია. მაგრამ რა ლამაზი ხედია. აი უბრალოდ, просто перфекто. Так, кай მეგობრებო, პრინციპში მოით ახლა გავაკეთოთ ჩვენი სახლი. თავდაპირველად მეგობრებო, მოით აფრინდეთ და ვნახოთ საერთოდ რამდენი კვადრატული კილომეტრი. ანუ ხო, პრინციპში დიდიც არის მეგობრებო, ანუ განიერია. ანუ ვერ ვიტყო დიდია და რასაკვირველია ვერ ვიტყო პატარა. ეს არის განიერი სახლი და სულ მეგობრებო, შეხედეთ, რამხელა ფანჯრებია. აი უბრალოდ так, скай მოით მეგობრებო, ახლა ავიღოთ რამე აი ასეთივე ლურჯი ბეწვი. და რა მინდა ახლა გავაკეთო. პრინციპში აი ეს ზონა, აი ეს მთლიანი ზონა ძალიან მომწონს როგორც საძინებელი ოთახი. რატომ არა პრინციპში? ეს ძალიან კარგი ერთადერთი მეგობრებო ოთახია, რომელსაც აქვს ეს კედელი, რომელსაც აქვს ეს ფანჯარა და რომელსაც აქვს აი ასეთი განიერი ზონა. მაგიტომ ამის გამო მინდა მეგობრებო აქ გავაკეთო ცოტა უფრო განიერი. მოით ამხელა იყოს პრინციპში. ასევე მეგობრებო, ბოდის ვიხდი, რომ ახლა ძალიან ცუდად ხედავთ რაღაცებს, იმის გამო რომ აქ შუქი ჯერ ასე ვთქვათ არ გავაკეთე. ჯერ აი ამ ოთახში გავაკეთებ შუქს და მერე უკვე მთავარ ოთახში. მთავარ ოთახში მეგობრებო, პრინციპში სადღაც კიდე საბაზონოსაც მგონი გავაკეთებ. მოგეთ მეგობრებო, ნახავ. так, და მოგეთ მოით ახლა აქ გავაკეთოთ რამე ნატურა. რომელი აი ეს მეგობრებო თუ აი ასეთი აი სულ ვფიქრობ მეგობრებო ასეთი თუ მოეთაბო ვნახოთ მგონი მეგობრებო ეს უფრო ჯობს აქ თან შეგიძლია რეგულაცია ასე ვთქვათ გააკეთო რო ის გინდა ჩართულების გინდა მაგიტომ მოით ახლა აქ ასე პრინციპში განათება არის და შუაშიც შეიძლება არის განათება. მეგობრებო, აი ასე ძალიანაც და კაია. так, ახლა მოით რა გავაკეთოთ ახლა ჩვენს საძინებელ ოთახში. ჯერ ესე მოდით ტელევიზორი. ეს არის თავი ატრიბუტიკა, ასე ვთქვათ, ყოველი ბინის. ტელევიზორი არის თავი ჩემი აზრით, მეგობრებო, რასაკვირველია. так, ტელევიზორი ნახოს, სადაც
სწოვლი მეგრო აი ასე თითქოს წევ ხარ აი აგერ წევ ხარ და დილის წინ ასე უყურებ ტელევიზორს და кайფში ხარ ასე ვთქვათ კარტოფილი დაკ მოდით აქ პატარა მაგიდას გავაკეთოთ ამ მაგიდაზე Так, ну რა დავდგათ ამ მაგიდაზე, ტორტს მგონი მთავარ მაგიდაზე დავდგამ და აი აქ თვითონ მეგობრებო აი მეგობრებო კომპიუტერი და აქ ასევე გავაკეთო სკამი. მეგობრებო, ჩემი აი ძალიან კარგი საძინებები გამოვიდა. აქ ასე მოით გავაკეთოთ ასეთი ყუთები, თითქოს აი ესეთი ტუმბოები, სადაც შეგიძლია რამეები ჩაალაგო და დროზე წავხვიდეთ შენ საქმეებზე. Так, და მოითახლა ავირჩიოთ კარები. ძალიან დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ მოით მეგობრებო, ასეთი კარი დავაყენოთ. მეგობრებო, პრინციპში ძალიან მომწონს. ახლა მეგობრებო, სააბაზანო სადაც შეეხება. აი მეგობრებო, ეს ზონა ძალიან მომწონს. Так. Ну, პრინციპში მეგობრებო, აი ამ ხელა სააბაზანო მე ძალიან და კარგად მეყოფა. მაგიტომ, ну, პრინციპში მეგობრებო, განიერი სააბაზანოს მე არც გიმჭირდება. მეგობრებო, რა სიბნელეა. მოით ცოტა მაინც შუქი დავაყენოთ აქ. მეგობრებო, ასე ჩემი უფრო კარგია. Так, მოით მეგობრებო, ეს შემოვუყოთ, ასე ვთქვათ, ანუ ღობეები გავაკეთოთ. Так, ну, პრინციპში ასეთი სააბაზანო. Так, მოით მეგობრებო, ახლა სარეცხის მანქანა. Так, ასე. მეგობრებო, აი დაიმახსოვრეთ, როგორ შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ დეკორი მოდების გარეშე, ასე რომ ვთქვათ. დეკორი მოდების გარეშე. მე სულ ასე ვაკეთებ, აი ჩემს სოფელშიც და სხვა მოდესაც მივიდვა, აი მეზობელ სოფელში მაგალითად გაიხსენეთ, მეგობრებო, როგორი ნამოდი გავაკეთეთ აქ. და აქ მეგობრებო, ну, მგონი თქვენ იცით რაც გავაკეთე. და პრინციპში რატომ მეგობრებო, ყუთი რა გჭირდება აქ. აი აქ ასე. მეგობრებო, ძალიან კარგი სააბაზანო და აქ მეგობრებო, სააბაზანო მზადა. ახლა მოდით თავარი ოთახი, სადაც იქნება სამზარეულო პლუს ასასვენებელი ოთახი. აქ ასე გავაკეთოთ ნათურები. აქაც მოგეთ მეგობრებო, ძალიან განათებული ოთახი გვხვდება. ძალიან ბევრი უნდა გადავიხადო შუქზე, სადღაც 200 ლარამდე, ну, არა ვთქვი, მეგობრებო, გადავიხადოთ. Так, მოდით აქაც პრინციპში ასეთი მინატურა და მგონი უკვე განათებაზე პრობლემა აღარ იქნება. Так, ну, მეგობრებო, ახლა კი მეგობრებო, ასე ვთქვათ, დაიმახსოვრეთ, როგორ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სამზარეულო მოდების გარეშე. შეხედეთ მეგობრებო, так, აიღებთ აი ესეთ ბლოკს. აი ასეთ მაგალითად მოით გავაკეთოთ, ეს იქნება მაცივარი. Так, ეძოს ასე და აი მეგობრებო, მაცივარი იღება აქ თითქოს ზედა და ქვედა მაცივარი. ყველაფერი მეგობრებო შეკარგავდა და ყველაფერი ლამაზია. ფეჩები აუცილებლად მეგობრებო, ფეჩები ყველა სახში უნდა იყოს ფეჩები, მე ძალიან მგიდება. მაგალითად, так, ასე ვთქვათ, ბლოკი სადაც იქნება ბლენდერი თუ მიქსერი, როგორც გინდათ ის დაიოცხეთ. ვერსტაკი მეგობრებო, ვერსტაკი აფრიკაშიც ვერსტაკი აუცილებელია. ონკანი, ეს არის მეგობრებო ონკანი. Так, და ესეთი მეგობრებო ნიფტი, არ ვიცი რა უნდა დავარქვა, მოგეთ ასეთი ნიფტი. მეგობრებო, იცი რა მოვიფიქრე? აქ მაგალითად შეხედეთ, ასეთი რაღაც ყრუ კედლის მაგივად მე შემიძლია აი ესე გავაკეთო. შეხედეთ, ასე. რაღაცნაირად ასე, ანუ მეგობრებო, წიგნის თაროებიც რომ იყოს. ანუ მეგობრებო, რანდომულად ასე და ну, პრინციპში მეგობრებო, აი გალერეა, ნამდვილი გალერეა. Так, ну, პრინციპში კაი. გალერეა თქო, ბიბლიოთეკა. აი მეგობრებო, ასეთი წიგნის თაროებიც უკვე გაქვს და რა დაგვრჩა მეგობრებო, რასაკვირველია, ეს არის თავარი ოთახი, სადაც იქნება ტელევიზორი, სადაც შეგიძლია მიერთვა საჭმელი და ასე შემდეგ. Так, მოითაქერსად მე დავთქვით ასეთი, ну, კარგი მაგიდა, აი ასეთი მაგიდა, აი შეხედეთ მეგობრებო, და აქ მეგობრებო, ასეთი პატარა სავარძელი. ასეთი პატარა სავარძელი ჩემი არის აუცილებელია. და აქაც მეგობრებო, ასეთი სკამები თუ სტომრები მოვლენ, ასე სტომრებიც რომ დასვათ და ასე შემდეგ. Так, აუცილებლად მეგობრებო, ტორტი თითქოს ახლად გამოცხარი ტორტი.
და რაღა დაგვრჩა მეგობრებო. ჯერ ესეც მე ძალიან მჭირდება. ესე კვირია დიდი თარო, სადაც მე დავდებ რაღაც ნივთებს, იქ რაღაცებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო, მაგრამ სინათლე მაშინ უნდა გადავიტანო. ანდა მეგობრებო, მოიც ცოტა შკაფი გადავიტანოთ რაღაც სინათლე. აი ცოტა მეგობრებო, სამზარეულოსთან ახლოს. ბინა პრინციპში მეგობრებო ძალიან ლამაზი ჩემი აით გამოდის. აი თქვენ ისე მეგობრებო პრინციპში შეგიძლიათ დაუწეროთ უკვე ასე ვთქვათ ამ ვიდეოს ბოლოს შეფასება 1 ქულიდან 10 ქულამდე რამდენს დაუწერდით ჩემს ბინას. ჩემი ბინა გამოდის ძალიან ლამაზი. აი შეხედოთ და აი ასეთ იმებს, ასეთ ნივთს ვიღებ. და უბრალოდ აი ასე ვფარავთ. ასე. ოპ. და ეს მეგობრებო რაღაც დიდი თარო სავით მეგობრებო გამოვატაკ ასე. მეგობრებო, ნუ შეხედეთ რა სილამაზე გამოვიდა აქ. თითქოს აი ესე აღებთ და რაღაცა ესე ოპ რაღაც ჩაეთ და წახვიდეთ თქვენ საქმეებზე. так, ну, პრინციპში მგონი ბინა დამთავრებულია თითქოს, ხო? მაგრამ ატრიბუტიკა ასეთი მეგობრებო, აქ ასე ოპ ეს ერთ-ერთი მეგობრებო გამოგები დუც ესე სიმღერა დუც და ბოლო ნივთი რომელიც მე მჭირდება აი სათხაც მეგობრებო აი აქ ავიღოთ აი ასეთი და ჩავსვათ რომელიმე მცენარე მოითა ეს თეთრი მცენარე ძალიან მომწონს ეს თეთრი მცენარე მეგობრებო აი ასე უფრო გალამაზდება ჩვენი სახლი და ასევე მეგობრებო მე ძალიან მინდა აი ასე თითქოს აი ესე ოპ რაღაცნაირად აი ასე ანუ ცოტა მეგობრებო სიმწვანეს ასე ვთქვათ რომ მქონდეს ჩვენს ბინას პრინციპში მეგობრებო ჩემი აზრით ძალიან ლამაზი გამომივიდა უკვე ბინა და ოპ так ასე გაგრძელება და აჰა მეგობრებო ჩვენ უკვე დავამთავრეთ ჩვენი ბინა თქვენ უკვე შეგიძლიათ პრინციპში დაუწეროთ ჩემს მიერ გაკეთებულ ბინას შეფასება 1-დან 10-მდე აი მეგობრებო კიდე ერთხელ ნახეთ როგორ გავაკეთე ეს არის საძინებელი ოთახი შემდეგ ეს არის სააბაზანო ოთახი მეგობრებო რაღაც ძალიან კარგად განათებული არ არის მოგიტომ აი ასე და ასე მაგიტომ ასე და ასე მეგობრებო ეს უფრო განათებული ბინა მოგეთ მეგობრებო თუ მოგეწონთ ეს ვიდეო და ლაიქეთ მეგობრებო პერფექტოა და არა ბინა აქედან თარ შეხედეთ რა ლამაზი ხედია მოგეთ ყველაფერი კარგია ამ ბინაში მოგეთ მეგობრებო დაწეთ კომენტარებში თქვენი აზრით როგორი ბინა გამოვიდა 1 ქულიდან 10 ქულამდე მე კიდე მეგობრებო დაგეშვებებით, მადლობა დიდი რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. ახლა კი მეგობრებო, თუ მოგეწონთ ეს ვიდეო და ლაიქეთ, ახლა კი მეგობრებო, დაგეშვებებით, ნახვამდის.